დღეს ქართული ოცნებიდან რაც იყო თქვენი მისამართით ბრალდებები ეს არის რომ თქვენ ჩახვედით ბორჯომში და ამას მოყვა დაპირისპირება. ალბათ თქვენ იცოდით იქ რომ ჩამირიოდით, რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც ჩახვედით. რატომ ჩახვედით ბორჯომში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნუ ეხს არის გასაკვირი, იმიტომ რომ 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა, მიუხედავად უამრავი კრიზისისა, რომელშიც ქვეყანა აღმოაჩინა ქართულმა ოცნებამ. სხვადასხვა დონეზე კრიზისი ძალიან ბევრი, რომელიც ჩამოთვალოთ მათ ჰქონიათ, ყველაფერს ცდილობდნენ ოღონდ დაებრალებიათ და არ ეგოთ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა არ აიღოთ, უბრალოდ. დაწყებული, როდესაც ლარის გაუფასურება ხდებოდა, მაშინ გახსოვთ ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდნენ, სხვადასხვა პროდუქციებზე ზრდა იყო ფასების ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდნენ, ხო? კორცხელში მსგავსი დარბება, როდესაც მოაწყეს, მაშინაც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალეს და ნუ სიმართლე გითხრათ, დღეს სადღაც იმედი მქონდა, რომ ვინაიდან ხელის გულზე იდო ყველაფერი გუშინ რაც მოხდა, მალულობაც მედია იქ მუშაობდა, დღის განმავლობაში ყველა მიხილა, უბრალოდ ვფიქრობდი, ჩემთვის ამ კომიტეტის ხდომა ჩატარდებოდა პარლამენტში, ნუ აი, როგორ უნდა გაიმართლოს თავი ქართულმა ოცნებამ. რაღაცა მოახერხეს და ეს რაღაცა აღმოჩნდა შემდეგი. თურმე მე რომ ჩავსულ ვარ ბორჯომში 6 საათზე, ამას ირიბად მაინც მე დამადანაშავა ქართულმა ოცნებამ. 6 საათზე თურმე მოყვა ესკალაცია. არა და მოდი გავყვეთ ქრონოლოგიურად ძალიან მოკლედ, იმიტომ ძალიან ბევრია მოსაყოლე ჩვენ საერთოდ რომ ამის საშუალებას არ მოგცემს. 12 საათზე ჩატარდა სხდომა, საკრებულოს სხდომა, სადაც რეალურად არ გაიტანეს ის საკითხი, ანუ კენჭი არ უყარის, მაგრამ ჩავარდა, რომლის წყალობითაც ქართულ ოცნებას უნდა რომ ხელფასები პრაქტიკულად გაეორმაგებია. აი ახსენა აქ. არაფერი არა ცუდი წესი ხელფასების გაორმაგება. წარმომადგენელმა 800 ლარი დედაქალაქის მერს, ვიცე-მერს იქ რაღაცა 700 ლარი სამსახურის უფროსებს დაახლოებით 600 ლარი. სპეციალისტებს რა აქვს რიგით თანამშრომლებს? არა, იცი რა არის, საკითხი ეხება მხოლოდ მერის აპარატის თანამშრომლებს, ანუ მაღალ ჩინოსნებს და მერის აპარატის თანამშრომლებს. ნუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, პედაგოგებს, აიფში, სიფში დასაქმებულ ადამიანებს ეძებოთ ეს ხელფასები. 70 კაცზეა სულ საუბარი. მერის თანამშრომლებს უშუალოდ აპარატს დიახ და მაღალ ჩინოსნებს. აი ამის შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა. 3 თვის განმავლობაში დღიდან არჩევნების დასრულებისა და პირველი საკრებულო სხდომა ბორჯომში ჩატარდა 20 ნოემბერს, ქართულმა ოცნებამ დეკლარირებულად გამოუცხადა ბოიკოტი საკრებულოს. ანუ მმართველმა გუნდმა, ხელისუფლებაში ყოფნა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ განაცხადა 3 თვის წინ, რომ ჩვენ არ ვიყავით საკრებულოს სხდომას არ დავესწრებით. ანუ ბოიკოტი რეალურად საკრებულოს სხდომის. და მართლაც არ დასწრებიათ, შეინარჩუნეს ის თავის სიტყვა შეასრულეს. მხოლოდ ერთადერთ საკრებულოს სხდომას დაესწრენ და ეს იყო გუშინდელი საკრებულოს სხდომა, მაგრამ დაესწრენ როგორ? დაახლოებით 700-მდე აქტივისტი, მეგობრებ ნათესავებით, აგრესიული მეგობრებ ნათესავებით, რომელსაც აიპში და სიპებში ყავთ დასაქმებული, გამოკეტეს ფიზიკურად გაუსწორდნენ აი დეპუტატს ბატონ გიორგის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს დაახლოებით 20 კაცი გაუსწორდა ფიზიკურად დღის პირველი საათისთვის. დღის პირველი საათისთვის დაახლოებით 20 კაცმა ფიზიკური იერიში მიიტანა აი ამ ადამიანზე. მას შემდეგ გასული იყო 5 საათი, როდესაც მე ვიყავი კავშირზე ჩვენს წარმომადგენლებთან საკრებულოში და ჩვენ ყავს 2 ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. როდესაც გავიგე რომ 5 საათის განმავლობაში ერთი პოლიციის თანამშრომელიც კი არ იყო შენობაში მისული და მთლიანად თავიდან ბოლომდე აი ეს მადლობა ეს ბოდიში და ბრბო აკონტროლებდა 700 კაცის მონაწილეობით დაახლოებით ტყვე დაიყვანეს სხვადასხვა ოთახებში, ანუ პიკეტირება მოაწყვეს, თავისუფლება აღუკვეთეს დეპუტატებს ოპოზიციური პარტიებით და იძულებული გახდით ჩავსულიყავი. ეს იყო 6 საათი საღამოს, როდესაც მე ჩავედი. მაშინ ნაცემი იყო რამდენიმე დეპუტატი, პიკეტირება კი არა, ბლოკირებული იყო რა სხვადასხვა ოთახები და მქონდა რა თქმა უნდა როგორც პარლამენტის დეპუტატს ვალდებულებაც მე ვთვლი, რა თქმა უნდა ვალდებულება რომ ადგილზე ჩავსულიყავი და სიტუაციაში გარკვეულიყავი, იმიტომ რომ მქონდა ინფორმაცია რომ არათუ პოლიციისთან მაღალ ჩინოს არ ამიტომ რიგით თანამშრომლიც არ მოდიოდა. ნუ ამის შემდეგ ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ. ღამის პირველის ნახევარი, ანუ რეალურად დილის პირველის ნახევარი იყო პირველი დრო, როდესაც გამოჩნდა პოლიციის თანამშრომელი, ეს იყო სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი. ანუ დილის პირველის ნახევარზე მთელი 12 საათის განმავლობაში დარბება ხდებოდა საკრებულოს შენობის
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ანგარიშტორება დეპუტატებზე და არც ერთი თანამშრომელი. ჩაერთო პრაქტიკულად მთელი დიპლომატიური კორპუსი, პირადადაც ჰქონდა საუბარი რამდენიმე მათგანთან და როგორც ჩანს ამ ყველაფერმა მე მედიასთან ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და უკან დაიხია ქართულმა ოცნებამ ღამის დაახლოებით 2 საათზე. თორემ რეალურად ეს ადამიანები მზად იყვნენ თავიანთი განზრახოს სესულაში მოიყვანეთ. დღემდე არ გამოჩენილა პრემიერ-მინისტრი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. გინებაც არ შემოუთვლია. განცხადებაც არ გაუკეთებია. წარმოვიდგინეთ, თითქოს დღეს ვითარება არის განმუხტული. არადა რა ხდება? 64 მუნიციპალიტეტია ქვეყანაში. თბილისის საკრებულოს ჩათვლით, უბრალოდ თვითმმართველობა. 63-ში არის უმრავლესობით წარმოდგენილი ქართული ოცნება, სადაც ხელფასები მოიმატეს. ან 30 მილიონი ლარით გაზარდეს სახელფასო ფონდი, 30 მილიონი ლარით მეც დახარჯავს ხოლმე სახელფასო ფონდიდან გამომდინარე მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ერთადერთი თვითმმართველობა, სადაც ვერ მოახერხეს ხელფასების გაზრდა, ეს იყო და არის და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ბოლომდე ბორჯომის საკრებულო. ხო არ მოხდება ესე ბორჯომის საკრებულო და როდესაც ვერ გაიტანეს თავისი, გადავიდნენ ანგარიშტორებაზე. და ბოლოს მოთხოვნა არ ქონდათ მხოლოდ ხელფასების მატება. მოთხოვნა ქონდათ რომ არ გვაინტერესებს, მე რა რომ მოიგო ოპოზიციამ არჩევნები პროპორციული წესით ქალაქ ბორჯომში. უნდა გადადგეს თავმჯდომარე, უნდა წავიდნენ ეს დეპუტატები. ვეკითხები ადამიანებს, მაგრამ თქვენ არ ცნობთ, დეპუტატი ბრძანდებით, არ ცნობთ ქვეყანას როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს, არ ცნობთ კანონმდებლობას, მართლმსაჯულებას, არ გვაინტერესებს, უნდა გადადგეთ. ეს ხო ღია მოწოდება. კარგი, გასაგები იყო ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ხელდასმით, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დამარწმუნეს იმაში, როდესაც ბორჯომის პოლიციის ხელმძღვანელმა თანამშრომლებმა იციან რომ ხდება ამა თუ იმ შენობაში დარბევა და ისინი არ გადიან მისამართზე. ხო არ მივიღებთ იმ სურათს, რომ ბორჯომის საკრებულო დაიშალოს და ვადამდელი არჩევნები მივიღოთ. ვადამდელი არჩევნები რა, როგორ უნდა გამოვარჩიოთ ეხა? ცალკე ბორჯომში როგორ უნდა ჩავატაროთ პროპორციული წესით არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს. საკრებულოში არის დღეს წარმოდგენილი 28 დეპუტატი, 28-დან 13 დეპუტატი არის ქართული ოცნების შემადგენლობები და 15 არის სხვადასხვა პარტიები. აბა რას ემსახურება ეს ამბები ბატონო? ემსახურება პარადოქსია, წარმოდგენა არა აქვთ, რას აკეთებენ. ხელების გადაგრეხვით, გუშინ დაშინებით, შანტაჟით, მუქარით, ანგარიშტორებით, ცემით, ტყეპით და ასე შემდეგ უნდათ რომ მიეღწიეთ საწადელის და ვერ მიაღწიეს და დღეს იქამდეც კი დაეცნენ რომ ხელისუფლებამ აქცია მოაწყო. აქცია მოუწყო ოპოზიციას და მეგაფონებით გამოვიდნენ და ნაციონალურ მოძრაობის გარეშე ბორჯომს ყიროდნენ 6 წლის თავზე ხელისუფლებაში მოსვლიდან. ქართული ოცნებიდან დღეს ჩამოდივართ თბილისში, გაინტერესებთ ეხლა. ჩამოდივართ თბილისში, მივდივართ რეგიონალური, ასე ვთქვათ, კომიტეტის სხდომაზე დღეს ბატონო პარლამენტში ბატონი ზაზა არის გაბუნი ასეთი დეპუტატი ქართული ოცნებიდან რომელმაც მოახერხა და გაამართლა პრაქტიკულად რასაც მე მარტივად ვთხოვე მოესმინათ ჩემთვის და თქვენი მაყურებლობისთვისაც მინდა ეხლა გასაგებად ახსნა დაუშვათ ასეთი სცენარის განვითარება ხვალ მე ვდგები 700 ხარდაჭერთან ერთად მივდივარ თბილისის საკრებულოში, სადაც უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას. შეუძღუდავ თავისუფლებას ყველა ქართული ოცნების დეპუტატს. კარებს აუჭედავენ დაუშვათ საკრებულოს თავმჯდომარეს, ფიზიკურად გაუსწორდებიან სხვადასხვა დეპუტატებს, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, პოლიციის თანამშრომლები, სხვადასხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, იგივეს გააკეთებენ, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ ბორჯომში. რა თქმა უნდა, იგივე არ უნდა გააკეთონ. კანონი ყველას უნდა იყოს კანონი, მაგრამ აი აქ ჩანს შერჩევითი მიდგომები, შერჩევითი პოზიციების დაფიქსირება და შერჩევითი მართლმსაჯულება. დიახაც, ეს მოხდა ზუსტად რაც მე ღალეგურობ ახსენი, ჰიპოთეზურად დაუშვი, ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს ზეკ, მაგრამ ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, პროკურორი იქნება პროკურორი, პოლიციის თანამშრომელი იქნება პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ იქ სადაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ აწყობს, იქ პროკურორი არ არის პროკურორი. და პოლიციის თანამშრომელი არ არის პოლიციის ქართული ოცნებიდან დღეს ისმოდა განცხადებები, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ჩაჩანიძეს მართავს ნიკა მელია. ალიანსში ხართ ადამიანს აი დამიჯერებთ რა ცხოვრებ არ შევხვედრი ვარ. ხელი არ მაქვს ჩამორთმეული. მე ჩავედი
ნაციონალური მოძრაობის 2 დეპუტატი არის წარმოდგენილი ბორჯომის საკრებულოში. და როგორ ფიქრობთ, ეხლა ეს 2 დეპუტატი დღის ბოლოს, ოდესაც გაიგებდა, რომ მთელი ეს ვაკხანალია, მთელი ეს დარბევები ისე ჩაიარა, რომ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკამელია არც კი ჩამოვიდა ბორჯომში. მე მათ ადგილზე ძალიან დიდი პრეტენზიით ვიქნებოდი ჩემს მიმართ. ვალდებულება მქონდა. ყველაფერს თავი დავანებოდი, ილახებოდა ადამიანების უფლებები, ადამიანები შველას ვითხოვდნენ და ამ დროს ჩვენ იქ არ უნდა ჩავსულიყავით. როდესაც განსაკუთრებით ხარ დეპუტატი, მე ჩავედი და მე მომიწია ფიზიკურ დაპირისპირება შემოსვლა ბაკურიანის გამგებელი, ეხლა გავიგე რამდენიმე საათი წინ რომ ბაკურიანის გამგებელი ყოფილა, ისიც 80 წუთში უკრინა მომეპარა და ეცადა ფიზიკური ასე თუ ანგარიშორება, ხო? 7 იმდენი მიიღო მართალია და არც მალავდა კადრებში ჩას. დიახაც უკრინა მომეპარა და 7 იმდენი მიიღო და ესე იქნება. ეს ხელისუფლება როგორ ჩანს, საბოლოოდ მას აქვს გადაწყვეტილი, რომ სამართლებრივი სივრციდან ეს ქვეყანა გაიყვანოს. ჩვენი ვალდებულება არის რომ ვემუშაოთ არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ მინიმალური ზიანი მივაყენებინოთ ქვეყნისთვის. თორე ესენი არაფრის გამკეთებლები აღარ არიან. ქვეყანაში სადაც ყოველი მე-6 ადამიანი ვალით იკვებება და ყოველ მეხუთე ბავშვი შიმშილობს. როდესაც 4 დღეა, უკვე მე-4 დღეა მთელი ქვეყანა გლოვობს, არჩილ ტატუნაშვილი ვერ გადმოუსვენეთ ოჯახს სახლში. და დღეს ეს იმედიც გადაეწურა ოჯახს. იმიტომ რომ მაღალი ალბათობით არის უკიდურესად ნაწამები და ურჩევნიათ ეს ცხედარი არ აღმოჩნდეს ოჯახში. და აი ამ დროს მთელი ქართული ოცნების ხელისუფლება ხარჯავს ენერგიას, დროს, რესურსს და ასე შემდეგ ხელფასების მატებაზე. არ გაგივათ მეგობრებო, მსგავსი მიდგომები. გადმოსულები ხართ ანგარიშორებაზე ფიზიკური. ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ. ჩაყრილი ყავს ამ ქართული ოცნების ხელისუფლებას უდანაშაულო ბიჭები ციხეში. უდანაშაულო მართლაც ღირსეული საქართველოს მოქალაქეები, პროფესიონალი, კომპეტენტურები და ხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში კლასიკურ დამნაშავეებს, რომლებსაც დაკითხვაზეც კი არ ეძახიან. ამიტომ ის მოსაზრება თითქოს იქ მოაწყო ოპოზიცია პროვოკაცია იმდენად საფუძველ მოკლებულია თვითონ შეატყობდით ქართულ ოცნებას ხვდება რომ ამ ნარატივს ვერ განავითარებს. თუ დაიძაბა მდგომარეობა კიდე აქ უარაფერებს ჩემი აზრით ყველა ოპოზიციური პარტია უკლებლივ ყველა საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე ამ ქვეყანაში არასამთავრობო სექტორი ვალდებული ამ გამოწვევის გარშემო გაერთიანდეს. ჩვენ ხედავთ რეალურად რომ საარჩევნო დემოკრატია, არჩევითობა კვდება. ასე კი რა გამოდის? მე შემიძლია მოგიგოთ თქვენ არჩევნები და ასე მოხდა წააგო არჩევნები ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ვინაიდან თქვენ ყავთ პროკურატურა, სუსი, პოლიცია, თქვენ შეგიძლიათ მეორე, მესამე დღეს ხელები გადამიგრიხოთ? ამიტომ თუ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრეტენზია რომ სახელმწიფო არის დემოკრატიული წყობილების, ყველანი ერთად და მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს, მედია ძალიან დიდ პოზიტიურ როლს თამაშობს. უარაპირებთ ისევ ჩასვლას. ბუნებრივია, როდესაც იქნება ამის საჭიროება, თუ გონს ვერ მოიგო ქართული ოცნება და არ განმუხტა ის ვითარება და დეპუტატებზე კვლავ მიიტანა ფიზიკური ანგარიშორება განახორციელა მათზე და აგრესიაზე უარი არ თქვა, რა უფლება მაქვს ვიждდე თბილისში. ან რა უფლება აქვს ნებისმიერ პარტიის წარმოადგენს და მით უფრო ხელმძღვანელს იზრდეს. აქ იყო ეხლა ერთ-ერთი პარტიის გამიკვირდა სიმართლე გითხრათ ძალიან ქალბატონი ირმა, ეხლა არ არის მისთვის დასამალი, აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური პარტია, ბევრი მოსაზრებიდან გამომდინარე, იდეოლოგიურად არა. ქალბატონო, ჩვენ ცენტრიდან არ უნდა ჩავერიოთო, ქალბატონი გამოდის. ეს ქალბატონი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ რა უფლება გვაქვს თვითმმართველობაში თვითონ გაერკვევენ ვიანო 10 საათის განმავლობაში შველას ითხოვდნენ და სისხლი დაყვარეს საკრებულოს შენობაში და ტყვე ყავდათ აყვანილი და ეს ქალბატონი გამოდის დღეს ეცი და ჩვენ არ უნდა გასაგებია რა ქართულმა ოცნებამ თქვეს და რა ქალბატონმა ანუ ვიზეთ საუბრო. თუმცა იქ ოპოზიციაშია ძალიან სამწუხარო მით უფრო გაუგებარია ქალბატონი ირმას წარმომადგენელი მით უფრო გაუგებარია ჩემთვის სიმართლე გითხრათ მით უფრო გაუგებარია რას ვია საერთოდ რო არ ყავდეს პატრიოტ ალიანსი იქ წარმომადგენელი
და ნებისმიერ სხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატს შეემთხვა, ის რაც გუშინ შეემთხვა და ხედავდეს, რომ ითხოვს შველას 10 საათის განმავლობაში პოლიციის თანამშრომელია რიგით ის არ მისულა და მეორე დღეს გამოდიხარ და ამბობ, რომ თითქოს იცით რა, არ უნდა ჩავერიოთ ჩვენ ეს ესკალაციას გამოიწვევს. რას ვიცი, ის არ არის ესკალაცია, როდესაც 700, ასე თქვათ, მოზონდერო ელემენტი იყო მიყვანილი საკრებულოს შენობაში და წინ აიფარეს რამდენიმე ათეული ქალბატონი. მარტივად ითხოვენ ხელფას. მთელი ეს აურზაური ატყდა რის გარშემო? ხელფას ითხოვენ, ხახდო. ის არის ტყვილი, როდესაც ამბობენ, რომ ხელფას ვერ ვიგებ. ძველი დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით მათ შეუძლიათ აიღონ ის ხელფასი, რაც აქვს. არ აიღოს მერმა 800 ლარით მეტი. მე როგორც გუშინ გავიგე, საკრებულოს თავმჯდომარე მათ სთავაზობს, ასე და რეკომენდაცია მიცა, რომ 800 ლარით არ გაგიზდით ხელფას, გაგიზდით ხელფას მხოლოდ 300 ლარით. მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ყველაფერს თავი დავანებოთ. დროც ხომ უნდა შეარჩიო, თუ ბოლომდე უზნეო ადამიანი ხარ. აი, ამ უზნეო ადამიანსაც ხომ უნდა შეგეძლოს და პოლიტიკურ სუბიექტო დრო შეარჩიო, როდესაც მართლაც 4 დღეა გლოვოთ ყველანი ჩვენგანი, რომ ახალგაზრდა ადამიანის ხედარი სახში ვერ გადმოვასვენეთ. და ამ დროს აქციებს აწყობენ ბორჯომში, სულ რაღაც 50 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც არჩილ ტატუნაშვილი ცხოვრობდა. ეს ხელისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი. ეს ხელისუფლება არის მხოლოდ ორიენტირებული კლანურ კეთილდღეობაზე და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და ყველანი ერთად ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ ამ ძალის მარცხს. გარეთ რეალურად არის შევარდნაძის დროინდელი პერიოდი. უბრალოდ რამის ლამპიონები ანათებს და ასფალტი არის დაგებული. მადლობა. დანარჩენი მიდგომების თვალსაზრისით ყველა მიმართულებით არის შევარდნაძის დროინდელი ეპოქა. მადლობა. ნიკა მელია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.